მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით დაპირებული ვიდეოებით. აქამდე ვერ მოვახერხე, თუმცა პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ვისაც მოგეხსენებათ, თამაშობდი ბათუმში მე-9 საერთაშორისო ტურნირზე ბათუმის მერის თასზე და დაგბირდით, რომ ყველა პარტიას, რომელიც გათამაშდებოდა, ჩემი მონაწილეობით შემოგთავაზებდით, განვიხილავდი, ამიტომაც პირობას ვასრულებთ და დავიწყოთ. აღარ მოვედოთ სხვა ბევრ საკითხს. ისედაც ბევრი იქნება სასაუბრო კონკრეტულ პარტიებზე. აი მაგალითად, ძალიან ბევრია სასაუბრო პირველ პარტიაზე, სადაც შავი ფერით ხვდებოდი ADM მიჩელს, არ ვიცი სწორად ვკითხულობ თუ არა მის სახელს და გვარს. ოსტატობის კანდიდატს 2082 ჰქონდა რეიტინგი, შეგახსენებთ, რომ ჩემი რეიტინგი იყო 1723. ასევე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არქივი, ვისაც არ გამოწერია და დააიქოთ ვიდეო თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები და საერთოდ ჭადრაკი. მოკლედ, პირველ პარტიაში ჩემი მეტოქი არ გამოცხადდა და ჩამეთვალა მოგება. აი ეს იყო სათქმელი პირველ პარტიაზე, გადავიდეთ მეორე პარტიაზე. წინასწარ გეტყვით, რომ ამ ვიდეოში მხოლოდ პირველი მეორე ტურის პარტიები იქნება გარჩეული. პირველი ტურის პარტია უკვე გავარჩიეთ, ახლა გადავიდეთ მეორე ტურის პარტიაზე, რომელიც მართლაც საინტერესოა და მოდი ნახოთ რა როგორ მოხდა. მეორე ტურში უკვე ხვდებოდი თოიძე თენგის, რომლის რეიტინგიც იყო 1962 შავი ფერით ისევ. ეს იყო ჩემთვის 2 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება და ასეთ ტურნირზე საერთოდ 9 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდი და მოკლედ ძალიან მაინტერესებდა რა მოხდებოდა და როგორ წაემართებოდა მატჩი. მოვიდა მხედარი F3-ს, სანამ დაიწყებოდა პარტია და გავიგე ვის ხვდებოდი, დავგუგლე, ნახე მისი რაღაც პარტიები და რატომაც ჩავთვალე, რომ უფრო E4-ს მოვიდოდა ან D4-ს. და მოემზადე უფრო შავით კაროკანის ათამაშოთ. თუმცა მხედარი F3-ს როცა მოვიდა, გადაწყვიტე მეთამაშა მხედარი F6-ი და ძველი ნდურის ვარიანტში გადამეყვანა პოზიცია. ეს გადაწყვეტილებაც იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ რამდენიმე ჭადრაკის კურსი შევიძინე ტურნირის დაწყებამდე, სადაც რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო ძველი ნდური დაცვა შავებისთვის. სხვათა შორის ასეთი კურსების და კიდევ სხვა საინტერესო საჭადრაკო კურსების შეძენა და შესწავლა ამ ყველაფერს შეგიძლიათ ჭადრაკი G-ზე, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო კურსი დევს და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში სხვათა შორის შეგიძლიათ ეწვიოთ ჭადრაკი G-ს და შეიძინოთ, შეისწავლოთ და განვითარდეთ. მივედი G6-ს, მოვიდა მხედარი C3-ს, მივედი კუჭეშვილს. მოვიდა E4-ს, მივედი D6-ს. D4 როქი, Q2. ეს არის მთავარი ვარიანტი, აქ E5 მქონდა განხილული. რადგან სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად არ მინდოდა D5 ეთამაშა და თოიძე თენგიზი მოვიდა D5-ს. აქ ვიცოდი, რომ A5 უნდა მეთამაშა, როქი მხედარი A6 და აქ მოვიდა მხედარი E1-ს. მხედარი C5 აქ სათამაშო იყო და მოვიდა ლაზიერი C2-ს. აქედან უკვე თეორია აღარ მახსოვდა, თუმცა ნუ დაახლოებით მახსოვდა რაღაცები და გადავწყვიტე, რომ სულყავი კუდეშვილს. კუდეშვილის იდეა რომ სადღაც შეიძლება A4 მიხვიდე და A3 B4 შეაჩერო. სხვა განსაკუთრებული იდეა ამას არ აქვს. თან ავითარებს Q-ს და B5 უჯრასაც ასეთ ვისე აკონტროლებს. თუმცა A4 არის ამის თავი იდეა. მოვიდა Q3-ს. Q3 არ არის თვალ სუსტი გადაწყვეტილება, თუმცა არც ცუდია და მე-11 სვლაზე მე ვითამაშე მხედარი C4, რაც არის პირველი უზუსტობა ამ პარტიაში. ემუქრება C5-ზე მხედარს და კომპიუტერი ამბობს, რომ B6-ით მხედრის გამაგრება, შემდეგ მხედარი H5 და F5 იქნებოდა უკეთესი გეგმა. თუმცა რაღაც ჩავთვალე, რომ აქტიურად უნდა მეთამაშა და მხედარი G4 მომეჩვენა იყო აქტიური სვლა, თუმცა იყო უზუსტობა, როგორც აღმოჩნდა, Q4 სწორი სვლა, Q4 და აქ მოვიდა A3-ს. რაც კარგი სვლა არ არის ცუდი სვლა, თუმცა კომპიუტერი Q5-ს თავაზობს, რაც იშვიათია ხოლმე, რომ მსგავს პოზიციებში თეთრმა შავი კლასი იოლად დათმოს, თუმცა Q5-ის შემდეგ მხედარი D3 მოდის, B3 და თეთრი საკმაოდ კარგად დგას და ჩემი შავი კუსთვის აქტიურობა არც ისე
მარტივია. თუმცა კუცე-5-ის მოკვლა მაინც ალბათ არ არის მთლად კომპიუტერული სვლა და არა ადამიანური, ყოველ შემთხვევაში არა ჩვენი დონის მოჭადრაკეების თამაშობით აქ. მოვიდა A3 და მივედი F5, რაც იყო უკვე შეცდომა. რატომ მივედი F5? F5 მივედი, იმიტომ რომ მინდოდა ვიცი რომ F ფლანგს უნდა შეუტიო. თუმცა აქ F5 კონკრეტული სვლების გამო არ ვარგა და მაგ სვლებსაც ვხედავ. თუმცა გადავწყვიტე მეთამაშა რომ რაღაც აგრესია მიმეტანა მეტოქეზე და ჩემი თამაში მქონოდა, არ მინდოდა აქ B6 და აქ თავლოდებოდი რაღაცებს ვერ მოვითმინე მოკლედ F5-ის თამაში. თან მეტოქის დაუფასებლობაში ჩავიქნე, თუმცა ფიქრობდი რომ ცოტა არასტანდარტული სვლებით შეიძლებოდა უფრო მეტი შანსი მქონოდა. მოვიდა F3-ს, რაც სწორი გადაწყვეტილება, Q5 და ავხედავდი H3-ს, რომლის მერეც ძალიან მიჭის მეფის ფლანგზე შეტევა. თუმცა თეთრმა ითამაშა ხედარი D3, რაც არის საკმაოდ დიდი უზუსტობა შეცდომას წეს ვიდამე კომპიუტერი. ახლა უკვე ტემპები შემიძლია შეუტიო თეთრ მეფეს. უკან ხედარი D3, ლაზერი D3 და F4 ყველა სწორი გაგრძელება. Q4 და მივდივარ G5-ს, რომ შეუტიო მინდა G4 და ასე შემდეგ. საკმაოდ მისუსტება უკვე ლაზერის ფლანგი, აქ B4-ები მოდის C5, ხედარი B5 სადღაც ეტლიც ერთ ადგება და ლაზერის ფლანგი მაქვს საკმაოდ სუსტი. ამიტომაც ჩემი ერთადერთი იდეა აქ არის, რომ მეფის ფლანგზე შეუტიო. როგორმე. სხვა შორის ახაც ქონდა H3, თუმცა H3-ზე Q-ს ჩამოვწევდი და შემდეგ H5 მოდიოდა. ამიტომაც H3 აქვე აღარ არის თლად სწორი სვლა, თამაშა C5. რაც ასევე უზუსტობაა, რადგან პირდაპირ მივდივარ G4-ს, აქ F-ში სადღაც გადაწყვეტილებაა, G4 და თამაშობს ეტლი C1-ს. მოვიპოვეთ მცირედი უპირატესობა, რასაც სიმართლე რო ვთქვა, პარტიის დროს უფრო თვლიდი რაღაც გაურკვეველი პოზიცია იდგა, სადაც ორმხრივი შანსები იყო და ჩემი მთავარი ამოცანა რჩებოდა მეფის ფლანგზე სწრაფი შეტევა, ამიტომაც აქ მივედი F3-ს. რაც კარგი გადაწყვეტილებაა. საკმაოდ ხანს იფიქრა მეტოქემ და ითამაშა Q3, რაც არის შეცდომა. თუმცა კომპიუტერი ამბობს რომ შეცდომა, მეც როდესაც F3-ის მერე ვარიანტებს თვლიდი, Q3 მეგონა ყველა სწორი სვლა, თუმცა Q3 უკეთესი გადაწყვეტილება იყო, როგორც კომპიუტერი ამბობს. ასევე უყურებდი G3-ს, რომელიც ჩემთვის საკმაოდ სახარბილო იყო, Q3-ს მიდიოდი და ეტლი F1-ის მერე არ ვიცი, ბევრი სვლა არის, H5-ზე შემიძლია დავიწყო ლაზერებს და ეტლი F7-ით და აშკარად უკეთესი პოზიცია აქვს შავს. აქ ითამაშა მოკლედ Q3, სადაც F-ს არც განმევიხილა, თუმცა არ არის ცუდი, როგორც კომპიუტერი ამბობს. მინდა რომ მეტი წნეხი მივიტანო თეთრზე და ვთამაშობ H5-ს, რაც არ არის სწორი გადაწყვეტილება. ცოტათი ანიავებს უპირატესობას, თუმცა არ ძალიან დიდად. ცუდი სვლაც არ არის მოკლედ, თუმცა მის აწერია ჩესკომის ენჯინი ასე განიხილავს. უკეთესი იქნებოდა თურმე უაცრავთ. უკეთესი იქნებოდა ლაზერ G5. და საკმაოდ კარგი შეტევა მაქვს, ლაზერიც უფრო აქტიურია. ლაზერ G5-ს არ მივედი, იმიტომ რომ რაღაც მაინც ჯერჯერობით ვეუბნები ლაზერის გამოყვანას მეფის ფლანგზე, რადგან ლაზერის ფლანგი აშკარად სუსტი მაქვს რა. H5, რომელიც არ არის ცუდი სვლა, H3 და აქ ხონდა რამდენიმე ვარიანტი. და ვირჩიე საკმაოდ ფაქტიურად საუკეთესო სვლა H4. Q3-საც თვლიდი, თუმცა Q3-ზე იყო რაღაც ვარიანტები, რომელიც არ მომწონდა, მაგალითად Q3-ზე რასაც წერს რომ ბრილიანტი სვლა არისო. ერთადერთი სვლა, რომელიც თეთრის მხრიდან არ მომწონდა, იყო ეტლი F3. ეტლი F3-ზე მიწევს მოკვლა Q4-ის თამაში, ლაზერს გაწევს. ისე უკეთესი პოზიცია მაქვს, კი ბატონო, მაგრამ ის შეტევა აღარ მაქვს, რაც მე მინდოდა. თუ G8-ს აიღებდა, ლაზერ G5 მქონდა და აქ მოგებულთან ახლოს ვარ უკვე, მეფე F4 შემთხვევაში H4 მაქვს. და Q8-ს როცა გაწევს, ლაზერ G2 შევდივარ, თუ არ გაწევს და რამე სხვა თამაშებს, მაგალითად Q5-ს არ ეს ვარიანტი შემიძლია Q5 მოყვლა და ეტლი G1 აქ არ არის, Q3 მაქვს და ლაზერს არ ვაგებ.
ნუ ეს მოგებულთან ახლოს არის კი არა, უკვე მოგებულიც არის კომპიუტერულად, თორე ცოტა ხანში ვნახავთ, რომ მოგებული რო არის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოვიგებ მაგ პოზიციას. ამიტომ ყუაშთამი ძალიან მომწონდა, მაგრამ ეტლი F3-ის გამო არ გავაკეთე და მივედი აშოტს, რაც ასევე ძალიან კარგი სვლა არის. აქ მოკლა აშზე, რაც იყო შეცდომა და ამას უყურებდი, რომ აში არ ვარბოდა, ყველაზე მეტად არ მომწონდა Q1. ნუ რაზეც მიწევდა Q5-ის ჩამოწევა და ნუ თამა პარტია გრძელდება, მაგრამ აქ ისეთი კონკრეტული შეტევები აღარ არის. კონკრეტული სვლებით შეტევა აღარ არის, რაც მე მქონდა ჩავიქრები. კლავს აშშეს და მოყვალი აშშე. კლავს ეტლი F3-ს, რაც ერთ-ერთი სწორი სვლა არის, ეტლი F3 და GF. ლაზერი აშ4, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ეტლი C2, მეფე F7. ძლიერი სვლა, რადგან ეტლი აშ8-ს თამაში მინდა და ახლა ჩემი სვლა იყოს და ეტლი აშ8 შემეძლოს, უკვე დამთავრებულია თამაში. და აქ თამაშობს ძალიან ცუცვლას თეთრი ეტლი G2-ს. ეტლი G2 არის ბლანდერი და ეტლი G2-ის მერე -6 წერს კომპიუტერი ლამის იმდენად მოგებულია პოზიცია კონკრეტული ვარიანტის გამო, რომელიც მე ვერ დავინახე. აქ მეფე F7-ს როცა ვთვლით ლაზერი B5-ის მეშინოდა. ლაზერი შემოდის D7-ზე რა, თუმცა კომპიუტერი ამოსვა ეტლი D8-ის შემდეგ მაინც უკეთესი მაქვს. თუმცა ეგეთი უეჭველიც არ არის ყველაფერი რა. აქ მაინც ეტლი G2 უნდა ითამაშოს, ლაზერი B7 არ ვარ და იმიტომ რომ მეფე G6 მაქვს და აქ სამართლად არის თეთრი საქმე, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, დროის სიტუაციაც უკვე ისე იყო და პარტიაც ისედაც დაძაბული იყო, რომ ლაზერი B5-ს თუ მოვიდო და მე ვაპირებდი ეტლი აშ8-ს მოსულიყავი და აქ ყაიმი მორჩებოდა რა, რაც ნუ შეცდომა იქნებოდა, მაგრამ ლაზერი B5-ზე, რადგან ვერ ვთვლიდი აქ კონკრეტულ ვარიანტებს, დროის სიმცირის და დათვლაში პრობლემების გამო სწრაფად ვერ ვითვლი, ეტლი აშ8-ს თამაშს ვაპირებდი. თუმცა გამიკვირდა აქ ლაზერი B5-ს რომ მოვიდე ეტლი G2-ს და აქ გრძნობ რომ მოგებულია, მაგრამ კონკრეტულ ვარიანტს ვერ ვხედავ. ახლა იყო კონკრეტული ვარიანტი, თურმე ეტლი აშ8, რასაც მივედი, ნუ მარტივი სათამაშო იყო. მეფე F1 ერთ-ერთი სვლა რო შემათი არ მიიღოს, ლაზერი აშ1, ეტლი G1 და აქ თამაშობს სვლას, რომელიც ხელიდან უშვებს ამ უპირატესობას თავიდან მოვიდა, ეს არის G2, რაც არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. აქ ვერ დავინახე გენიალური სვლა, რომელიც არის ეტლი აშ2. მართლა გენიალური სვლა არის. და როდესაც მე პარტია გავარჩიე, ეს მოვჩა ტური, ძალიან გული დამწყრე ეტლი აშ2 ვერ დავინახე. ნუ პირველი აქ ამას როდესაც უყურებ, ხედავ რომ ლაზერი კიდია რა. ეტლი აშ2 გულები ყავს მაგას, მაგრამ სად ბოლომდე არა, იმიტომ რომ ეტლი აშ1-ზე მაქვს G2 და თამაში მთავრდება რა. დავდივარ ლაზერში და ეტლი ყავს 11, ეს დამთავრებულია ყველაფერი აქ. თუ ეტლი აშ2-ზე მაგალითად არ მოკლავს და დაიცავს F4 ჯარს, მე მიდახე ეტლი F2 ფიში და G1-ზე მოკვდა. ხედავთ D1 არის ერთ-ერთი სვლა, რადგან მაქვს მაინც ეტლი F2. და როდესაც მოკლავს ხედავთ F4-ს, მაქვს G2, ეტლი თუ არ კლავს, მეფე უნდა გაწიოს E2-ზე. ლაზერი კლავს G1-ს და ლაზერი F1 შეუძლებელია დაიცვა. ნუ ამით ახლა სამაგალითო ხედავთ აშ3 მაგალითად. აი ეს მაქვს ლაზერი აშ2 და მაინც გავდივარ ლაზერში, ასეთი ვარიანტია და დამთავრებულია ეს. თქმა უნდა, ლაზერი მყავს 11. სამწუხაროდ ასე მოხდა, რომ მე ვერ დავინახე ეს და მივედი G2-ს. მეფე F2, Q6. ამ ვარიანტზე როცა მივიდიოდი, ფიქრობდი, რომ ესაც მოგებული იყო, თუმცა ამას უკვე მოგებულად აღარ აღიქონს კომპიუტერი. მე მაინც მოგებული მეგონა, თუმცა კონკრეტულ სვლას ვერ ვხედავ. ლაზერი D1 შეცდომა, ასევე S3-დან ჯობდა თამაში. Q4, მეფე S3, Q3, რაც ასევე არასწორი სვლაა, თუმცა მე ვთვლიდი, რომ მაინც მოგებული იყო აქ. ნუ თეთრმა უნდა აკეთოს საკმაოდ სუსტი სვლები, რაც გააკეთა მხედარი ორი კარგი სვლა და Q4 გენიალური სვლა, ბრილიანტია, ანუ უბრალოდ ეტლი 1 აქვს, რაც ასევე ძალიან კარგი სვლა. ეტლი აშ1 არ ყდება, იმიტომ რომ ასეთი ვარიანტი არის აქ F4, მაგრამ მხედარი F4, F და ეტლით რჩები წინ და ეს მოგებულია რა თქმა უნდა. ხო, აქ მოვიდა ეტლი 1, მივიდა ეტლი აშ3, მეფე D2, სწორი გადაწყვეტილება Q4 აქ. ერთადერთი სვლა არის თითქმის.
ასე აღვიქვამდი მე დაფაზე, თუმცა რა ვიცი თქვა მქონდა, იმიტომ რომ რეალურად იტლიაში ერთი არ კიდე იგივე რაღაცის გამო. უკვე ფოტოს მაინც მომივიდი, ეს გაიცვალა, ყაიმს წერს უკვე, თუმცა კიდევ იქნება აქ საინტერესო მომენტი. CD E5. E5 ძალიან გაიცვალა, კონთამაში ჭირდება თეთრს. თუმცა აქ ითამაშა ძალიან ცუდნისლა მეფე E2. და აქ მეორე შემთხვევა, როდესაც ვერ გამოვიყენე კონკრეტული მოგება. კონკრეტული სულ ვერ დავინახე, მოვიდი ლაზერი G3-ს. ხედავდი ეტლი F3-ს დაფაზევე, რომელიც იგებდა პარტიას. მეფე F3-ზე ლაზერი G3 იყო, მეფე E4-ზე ლაზერი E3 ქიში იყო. E2-ზე ვერ ჩაათიმდა ლაზერი E3 შამათი არის. და თუ მოვა E4-ზე ლაზერი E3-ის მერე მეფე F5 და არ ვიცი აქ დიდხნი უთამაშებრობის ბრალია თუ სიბრალია, არ ვიცი. აქ უყურებდი F3-ს. აპოზიციას ხედავ გონებაში და აქ მგონია რომ რამე D6-იც რო წამოწიოს, ცოტა საშიშია ჩემთვის პოზიცია, არა და ლაზერი F4 შამათი მუხარა არის რეალურად. რომელსაც ვერ იცავს. ნორმალურად ვერ იცავს. ლაზერიც ერთი თუ დაიცავს. შემილია მოვყალა და მივიდა F4-ს და დამთავრებულია თამაში. და მეორე სვლა ლაზერი A4, რო F4 უჯერ განკოტროს და B5 მაქვს ძალიან ძლიერი სვლა. ლაზერი F4-იც იგებს, მაგრამ B5 უკეთესია. და ნუ თავდება თამაში, მაინც უნდა მოვიდეს ლაზერს აქ. გავცვლი და F4-ის მერე თამაში დამთავრდა. ამას როცა ვითვლი სადღაც 2 წუთზე ნაკლები მოხვედრო და მეფე F5-ს როცა შემოჭდა F3-ს მივდივარ და D6-ი საფრთხედ მეჩვენება, აქ ვერ ხედა რომ ლაზერი F4 შამათი კიდია. რაც ძალიან დასანანი იყო და ეს მოგებაც გავმაზე მოკლედ ეს მომენტიც ვერ გამოყენ ლაზერი G3, ლაზერი D3, ეტლი H1, ლაზერი F5 აქ დაიწყო ფიშები და რეალურად ეს უკვე ყაიმია. თუმცა კიდევ იქნება საინტერესო მომენტი, ეტლი G1 აქ ერთ-ერთი სვლა მოხდა, რა თქმა უნდა ყველა. ლაზერი G1 მოდიო მეფე E7 და ლაზერი A7 როცა მოდის, გაკვირებული უყურებ, ანუ აქ იმდენად გათიშული ვითვალ უკვე რომ იმასაც ვერ ხედავ ლაზერი E7 შამათი რო კიდია. ამის დასანახად დამჭირდა სადღაც 20 წამი რომ ლაზერი A7 რომ მოდის, რას აკეთებს. აქ ქონდა ერთადერთი სვლა, G1 მხედარი. მხედარს თუ არ გავაცოცხლებ, ვაგებ პარტიას. აქ მეფე F1 ერთ-ერთი სვლა, ლაზერი F3, მეფე G1, ეს უკვე ყაიმია. სწორი ქიშების კი არ სჭირდება ფაქტიურად, თითქმის ყველა ქიშია ყაიმებს ამას. აქ უბრალოდ ეს ავიღე და ეს არის სუფთა ყაიმი, ან ქასიც აღარ აქვს და აქ შევხვდით ყაიმზე, თუ გადმოვა მაგალითად B5-ზე, ქიშია და როცა გაწევს აქ კლავ და მეფეს ვასწრებ აქ და ამიტომაც არაფერი არ ხდება. მოკლედ ეს იყო მეორე პარტია, რომელიც დამთავრდა ყაიმით და მე მგონი ჩვენ კატეგორიაში ბოლო პარტია იყო, რომელიც დასრულდა იმ დღეს. ბოლოს დასრულდა ეს პარტია და ძალიან გულგატეხილი და გულდაწყვეტილი წავედი სახლში. 2 ტურის თავზე მქონდა 1.5 ქულა. ამ ვიდეოში სულ ეს იყო. აგებნოდებით შემდეგი ვიდეოთი, სადაც მესამე და მეოთხე ტურის პარტიებს განვიხილავ. აბა დროებით.